მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და სათაურით კი მიხვდებოდით, ვიცი უკვე რაც უნდა დავარქვა ამ ვიდეოს, სათაურით კი მიხვდებოდით, რომ არც ისე კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის. შეიძლება YouTube-დან წავიდე და არ ვღადაობ. სერიოზულად ვამბობ ამას, არის შანსი რომ მალე წავალ YouTube-დან. თან შანსი საკმაოდ დიდი. მალე ახლა არც არაფერი უგნია 25 აგვისტო არის ახლა როცა ამ ვიდეოს ვიწერ და სავარაუდოდ დღეს შედავდები, იმიტომ რომ რატომ უნდა გადავდო. და სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისიდან უკვე შევწყვეტ ვიდეოების გადაღებას. ერთი თვე დამრჩება. ჯერ არ ვიცი ეგ ზუსტად შეიძლება, იმიტომ ვამბობ რომ შეიძლება არც წავიდე. დამოკიდებულია ბევრ რამეზე. მაგრამ ხო, ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ჯერ იმას ვიტყვი, რომ არ ვიცი რამდენი ხნით წავალ. შეიძლება სამუდამოდ რაც ძალიან არ მინდა, შეიძლება რამდენიმე თვით, შეიძლება 1 წელზე მეტით, შეიძლება ზამთრის არ დადეგებამდე და არ დადეგებზე ცოტა ხნით დავბრუნდე და მე კიდე წავიდე და ისევ დავბრუნდე. ალბათ მიხვდით რის გამოც არის, როცა სწავლა ვახსენ, სწავლა არ მიხსენებია, როცა არ დადეგები ვახსენე. სწავლა მეწყება. ვინც არ იცით, სტუდენტი ვარ, TSU-ში ვსწავლობ და გადავედი მეორე კურსზე. და არ ვიცი ზუსტად ან 19 ან 22 სექტემბრიდან მეწყება სწავლა. ყოველ შემთხვევაში რაღაც 3 დღეა სხდომა. და ალბათ მე ვეღარ ახლა პირველ კურსზე რომ ვიყავი, კი ვახერხებდი ვიდეოების გადაღებას, მაგრამ თქვენს შეამჩნევთ და ალბათ შემჩნეული გექნებათ უკვე. თუ არა და გადახედათ ვიდეოებს, როგორ არეულად ვდებდი ხოლმე. დღეების გამოტოვებით, ხანდახან წავიდოდი და ვიკარგებოდი 1 თვით, ცოტა მეტით, ხანდახან მე მოვიდოდი და მივაყრიდი ვიდეოებს 1, 5, 6, 7 და მე უცებ გავჩერდებოდი და კიდე გავაგრძელებდი ცოტა ხანში. ცოტა არეული გრაფიკი მქონდა და იმიტომ, რაცა პირველ კურსზე რო ვიყავი მაშინ და ახლა მეორეზე გადავდივარ. და რა ვიცი, წესით უფრო დალაგებული უნდა მქონდეს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ახლა სამსახურიც მემატება. და არ ვიცი, გრაფიკი არ ვიცი, ჯერ სწავლის გრაფიკიც არ ვიცი. ისიც არ ვიცი, რამდენი საგანი მექნება, ისიც არ ვიცი, რამდენი ხანი მომიწევს უნივერსიტეტში ყოფნა, პლუს სამსახურის განრიგიც არაფერი არ ვიცი და იმიტომ ვთქვი, რომ შეიძლება წავიდე. დამოკიდებულია ამ ყველაფერზე, ამ გრაფიკებზე. სავარაუდოდ მე ძალიან ცოტა იმის შანსი, რომ ახლა ჩვეულებრივად შევძლო ვიდეოების გადაღება. შანსი არის. მაგრამ რა ვთქვი, ძალიან დიდია მეთქი შანსი ვთქვი, თუ ძალიან ცოტა. გამოვშტერდი. ძალიან ცოტა იმის შანსი უნდა მეთქვა, რომ გავაგრძელო გადაღება. მაგრამ ხო, ვეცდები. თუ შევძელი როგორღაც, ვეცდები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან მეეჭვება. სექტემბრის ბოლოს კი მეწყება სწავლა, მაგრამ ახლა მაქსიმალურად ვეცდები, რომ ოქტომბრის დასაწყისამდე არ დაგტოვოთ იმენას, სექტემბერში ბევრ ვიდეოს გადავიღებ, რაც შეიძლება და სექტემბრის ბოლო დღემდე დავდებ ხოლმე. სექტემბერში ვეცდები, თუ ვეცდები, რომ დღეები არ გამოვტოვო და ყოველ დღე დავდო ვიდეოები, პირველიდან დაწყებული 30-ით დამთავრებული. აგვისტოშიც ცოტა დაკავებული ვიყავი ხანდახან და დღეს მაგალითად ამის მეტი ვიდეო არ დაიდება. და სავარაუდოდ ხოლაც არ დაიდება საერთოდ ვიდეო და ზეგ წესით უკვე უნდა გავაგზავნო. შეიძლება ხვალ დაიდოს, მაგის გარანტიასაც ვერ მოგცემთ. ახლა გასასვლელი ვარ კიდე საქმეზე და თუ მოვედი თავის დროზე გადავიღებ ვიდეოს და დავდებ ხვალ. კორა არ დამირიაქტებია, კაი ხანია, მაგრამ ხო. ამ ყველაფრის პოსტად დაწერა კი შემეძლო, მაგრამ ან შორტის გადაღება, შორტში ვერ ჩავდევდი
პოსტის ძალიან დიდი გამომივიდოდა და მე ეჭვება რომ ვინმეს წაგეკითხათ. წაიკითხავთ 1-2, მაგრამ პოსტებს იშვიათად კითხულობთ, როგორც მე მივხვდი. თუ გამოკითხვა არ არის, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ სერიალები, რომლებიც გამოკითხვით ავირჩიეთ, ძალიან კარგი იყო ყველა. Breaking Bad, One Punch Man, ბუსსახლი, დოროროც მომწონდა, მაგრამ თქვენ არ მოგწონდათ, რატომღაც თქვენი არჩეული სერიალი რა არის კიდევ. ბლიჩი ახლა არ ვიცი. მაგრამ ბლიჩი მგონი გამოკითხვით არც აგურჩევია. ხო. Better Call Saul, Sopranos კლანი, ზებუნებრივი, რატომაც არა. დაუმარცხებელი ძალიან კარგი სერიალია. კორა ჩემი არჩეულია, იმიტომ რომ კორას ყურება მე თვითონ მინდოდა ძალიან. რა გითხრათ? ყოველ შემთხვევაში კარგი იყო, ხა არ არის სერიალი ჩემს არხზე, რომლითაც აი თლად უკმაყოფილო დავრჩი. იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი პლუსები, ყველას აქვს მინუსები, კი ახლა Scooby-Doo არის ერთი პროსტა გასართობად კარგი, უსაშველოებით გასართობად კარგი. ასეთი სერიალებიც აქვს რა. ეს მრავალფეროვნება მომწონს, რომ სხვადასხვანაირი სერიალები მაქვს, აგერ ეგენი გასართობებიც რო არ ჩავთვალოთ. Welcome to Derry მაქვს, Breaking Bad მაქვს, Better Call Saul, Avatar, Gravity Falls. რავი. ერთი რომანტიკული არ მაქვს არაფერი, ისე კი ვფიქრობდი რამის აღებას, რომანტიკული ანიმე სერიალის, მაგრამ კაი დროსია. ყოველ შემთხვევაში ხო. არ ვიცი რა ვქნა ამ სერიალებზე, ახლა ვეცდები რომ კორა და დაუმარცხებელი რაც არის გამოსული დავამთავრო სექტემბრის ბოლომდე. აი Seven Heavens სამწუხაროა, იმიტომ რომ სავარაუდოდ ვერ დავარეაქტებ რომ გამოვა სერიები. აი ეგ მართლა სამწუხაროა. რა ვიცი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვეცდები, მაქსიმალურად ვეცდები. მაგრამ არც ის მინდა ახლა რომ კვირაში ერთი ვიდეო გამოვიდეს და მე გავქრეს რაღაც იმდენი სერიალი მაქვს ახლა არხზე. თან იმდეხა დაუმარცხებელი, Sopranos კლანი, ისა ზებუნებრივი 15 სეზონიანი, ჯერ მარტო 4 სერია მაქვს ნახი. არ ვიცი რა. ძალიან არ მინდა YouTube-ის დატოვება, მაგრამ თუ მომიწია, სამწუხარო იქნება. ასე რომ ხო, ახლა მაქსიმალურად ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი ვიდეო დავდო ხოლმე. ალბათ კვირის ბოლოზე, ალბათ ორშაბათიდან იქით ორშაბათიდან. უბრალოდ არა ამ ორშაბათიდან, ახლა 4 შაბათ, არა ახლა 3 შაბათია. და ორშაბათიდან ვეცდები, რომ რაც შეიძლება ბევრი ვიდეო გადავიღო. ხო. ერთი არის კიდევ მიზეზი ნახვები, ნახვები ახლა ძალიან დამაკლდა ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩემი ბრალია. რა როგორ უნდა დაგაბრალოთ ახლა თქვენ, როცა მართლა ჩემი ბრალია. მე ვერ ვახერხებდი ვიდეოების დადებას, ხანდახან მივდიოდი ხოლმე რამდენიმე დღით, კვირით, თვით. და ჩემი YouTube უბრალოდ გაყინული იყო მაგ მომენტში. და საბოლოოდ ხო ხედავთ როგორ მდგომარეობაშიც არის ახლა. კი შევამჩნია ამ ბოლო დროს ცოტა რომ მომემატა ნახვები, მაგრამ რაც ადრე იყო, ის აღარ არის. სამწუხაროა. ისე რაღაც პონჩი კი მენატრება ის პერიოდი. Avatars რო ვარეაქტებდი, Gravity Falls, უსაშველოების პირველ სეზონს. დოროროს თუნდაც. დოროროს დამთავრებასაც ვფიქრობ ახლა. რა ვიცი. მაგრამ ნახვები არ იქნება პროსტა და აზრი. არც მაგას, არც Scooby-Doo-ს. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ რომ დავამთავრო. ყოველ შემთხვევაში ხო, რაც იქნება, იქნება. იმედი ვიქონიოთ რომ მოვახერხებ, გავაგრძელებ YouTube-ერობას. და დაგემშვიდობებით ახლა. იმიტომ რომ რა უნდა ვთქვა მეტი.
ნახვები კიდე ნაკლებად არის მიზეზი რა, მაინც უფრო ჩემი გრაფიკი. კი, ნახვებზე შეიძლება თქვა, მაგრამ ეგ ჩემთვის არასდროს ყოფილა YouTube-დან წასვლის მიზეზი. ყოველთვის მქონდა იმის იმედი, რომ მოვიმატებდი ისევ და დაიწყო კიდეც მომატება, მაგრამ ხო, ახლა რომ წავიდე, მე უკვე აზრი აღარ ექნება. თუ რომ დავბრუნდე. მაგრამ ვინც მიყურებთ, მათთვის მაინც გავაგრძელების სიამოვნებით. ასეთი ამბებია. დაგემშვიდობებით, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. რამდენად მოგეწონებათ არ ვიცი, ისეთი ამბები ვთქვი, მაგრამ ორა. თუ მოგეწონათ, არ დაგავსყეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარი, რომ რაც შეიძლება მალე შეიტყოთ ჩემი დაბრუნების ამბავი თუ წავედი. მადლობა ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. ნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.